მეგობრებო, მოგესალმებით. ესე იგი, რა მინდა შემოგარგებო გითხრათ. სამთავრობო ტელევიზიებით ესე იგი მიდის კამპანია, რომ თურმე ესე იგი მე ვარ ანგაჟირებული პოლიტიკური ესე იგი რაღაცა ჯგუფთან და პოლიტიკურად ანგაჟირებული ხო და გამოვიდა მინისტრი ლაპარაკობდა ამასა მოვისმენთ ხო მე მაინტერესებს ბატონ მინისტრ მიმართავ ბატონო მინისტრო იქნება თქვენ მითხრათ რომელი პარტიის წევრი ვარ ან რომელ პარტიასთან მაქვს თუნდაც ახლოს გავლილი გინდას მართველი პარტია იყოს და გინდა რა ვიცი სხვა პარტიები რომელი პარტიის წევრი ვარ იქნება მითხრათ რა ჩემი პარტია ერთი არის ბატონო მინისტრო რომ იცოდეთ რა ჩემ პარტიას ქვია საქართველო და საქართველოს სიყვარული რა ეს არის ჩემი პარტია და ყველაფერს ვაკეთებ რომ ჩემი ქვეყანა იყოს ცივილური ქვეყნების რიგში და მე ამას ჩემი ფულით ვაკეთებ ჩემი ჯიბით ვაკეთებ რასაც ვაკეთებ 23 წელია იმ საქმეს ვაკეთებ რაშიც თქვენ ფულს იღებთ და რაც თქვენ უნდა გააკეთოთ აი ამ მიმართულებით კონკრეტულად ცხოველების და ძაღლების მიმართულებით და რომ გამოგზავნით და რომ იძახით რომ ესე იგი ელის ბარაშვილიო პოლიტიკურად ანგაჟირებულიო იქნება დააკონკრეტოთ ერთი რომელ პარტიის წევრი ვარ ან რომელიმე პარტიასთან ახლოს თუ გამივლია საერთოდ თუ გამივლია ახლოს რომელიმე პარტიას აი გეკითხებით რა როგორ არ აქვს თქვენიათ ეხლა გინდათ რომ ესე იგი მე რაღაცა მათქმევინო თქვენი მისამართით და მე ესე იგი ამ სიტყვაზე წავომიკიდოთ და მესამეჯერ გამასამართლოთ უკვე ორჯერ ხო გამასამართლებთ ხო თქვენ გამასამართლეთ სურსათის სააგენტო მიჩივლა პოლიციაში ორჯერ და გამასამართლეთ და ჩემ პატიმრობაში გაშვებას ითხოვდით კიდე ადმინისტრაციულით 60 დღეს ითხოვდით არ იყო ესე ხო არ მეშლება რამე ხო ხო და ეხლა კიდე გამოდიხარ და პოლიტიკურად ანგაჟირებულიო და გეკითხები ეხლა ამ ხელა კაცი ბრძანდებით ხო რა დღეს მინისტრი ხარ და ხო შეიძლება რიგითი იყო ხო მაგრამ აი გეკითხები რომელი პარტიის წევრი ვარ ბატონო მინისტრო ეს ერთი ეხლა თავი გავანებოთ ამას რა დავიწყოთ ეხლა საქმეზე რა თქვენი თანამშრომლები რასაც აკეთებენ აი ზუგდიდში რაც გააკეთეს ის ვიდეო ხო გაქვს ნანახი ბატონო მინისტრო ხო ხო აი ვიდეოში არის იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული მარტო იმ ვიდეოში რაც იმან გააკეთა რა და რა გააკეთა გეტყვით რა გააკეთა აი მანქანაში რომ შეტენა ძაღლები დაიჭირეს ზუგდიდში ესე იგი ძაღლები და შეტენეს მანქანაში ერთ პატარა გალიაში სადაც წესით ხო ორ ძაღლზე მეტი არ უნდა იყოს 5 და 6 ძაღლი ყავდა შეტენილი ეს უკვე არის დანაშაული ყველაფერს თავი გავანებოთ ხო ეს 259 მუხსისხლის სამართლის კოდექსით თუ არ ვიმჟელოთ ხო ადმინისტრაციული კოდექსის 104 მუხლია თუ არ ვწდები ხო ეს ერთი დანაშაული ახლა არ მითხრათ რომ არ არიანო დატრენინგებულიო რატო არ არიან დატრენინგებული ივნისიდან მოყოლებული თქვენ ესე იგი შეესიეთ საქართველოს მასშტაბით და ივნისიდან დაიწყეთ ესე იგი აჭარაში იმერეთში კახეთში და ბორჯომი ბაკურიანში ესე იგი ძაღლების დაჭერა და რაც დაიჭირეს ძაღლები და წაიყვანეთ 1000-ზე მეტი ძაღლი უკან არ დაგიბრუნებიათ და ამაზე მქონდა მიატეხილი მთელი ამბავი და მაშინ იმიტომ დამიჭირა ორჯერ პოლიციამ და ორჯერ გამასამართლა და 2000 ლარით დამაჯარიმა და მადლობა რომ ცეხეში არ გამიშვით რა მაგრამ გინოდა რომ ცეხეში გაგარიშვით და ეხლა რაღაც ეძებთ ეხლა სად გაგეჭხირეთ ერთი მითხარით საათ რაც არ უნდა ეძებოთ და იქ ეკოთ ხო ვერაფერს ვერ ნახავთ რა მე სუფთა კაცი ვარ არანაირი დარღვევა არ მაქვს არც კრიმინალი ვარ არც რომელიმე თქვა პარტიასთან ვარ ისე და თუ რაღაცას ვიძახი და ვაკეთებ იმიტომ ვიძახი და ვაკეთებ ამას რომ თქვენ როგორმე სწორ გზაზე დაგაყენოთ და ის შეცდომები არ დაუშვათ რა შეცდომებსაც უშვებთ რომ ხალხი ყოველი ფეხის ნაბიჯზე რომ გაგინებთ რო არ გაგინოს ხალხმა იმიტომ ვაკეთებ ამას რა და იმიტომ ვაკეთებ ამას რომ ჩემო ქვეყანამ სახე არ დაკარგოს და ვიღაცამ არ გამოიშვიროს ხელი აი ნახეთ ესენი ძაღლების მკვლელები არიანო ესენი ვინ არიანო პაპუასები და ვანდალები არიანო რა ვანდალები არიანო აი ეს რა თქვა აი ამას ვაკეთებ ბატონო მინისტრო ჩემი ფულით 23 წელია დროს ენერგიას და ფინანსებს ხარჯავ ამას ჩემსას შენსას კი არა ამიტომ კეთილი ინებია და სანამ ჩემზე რამე სიტყვით ხო კარგად დაფიქრდით რა ეს ერთი მე მეორე ახლა საქმეზე გადავა რა ზუგდიდის ამბავზე გითხარით და კიდე დავამატებ ზუგდიდში რაც გააკეთა თქვენმა თანამშრომელმა ხო ის ადამიანი იქ აღარ უნდა მუშაობდეს რა იმას აღარ ტრეინინგი უნდა აღარც არაფერი იმიტომ რომ პირველი ძაღლების შეტენა პატარა გალიაში 5 რაც უკვე სამართალ დარღვევაა და არა მარტო ადმინისტრაციული კოდექსით უნდა დაისახოს არამედ სისხლის სამართალით იმიტომ რომ ძაღლების ტანჯვა წამება არის აი ეს მისი საქციელი რატო შეტენილი ძაღლები რო ატარა ამხელა გზაზე ზუგდიდიდან ქუთაისში ხო
ტანჯვა და წამება მეაყენა ძაღლებს, ერთმანეთთან შეყარა, გასტერილებული და გაუსტერილებელი ძაღლები და ეს არის არნახული, ესე იგი, წამება და ტანჯვა ცხოველისა. მე ცხოველთა დამცველი ვარ. თქვენი დამცველი კი არა ვარ, ბატონო მინისტრო. მაგრამ მგონია ისე წავა საქმე, რომ მართლა დაგჭირდებათ დაცვა რა. ეს ერთი, მეორე როგორ მოიქცა თქვენი თანამშრომელი იქ იმ ქალბატონს. ალბათ ნახეთ ეს ვიდეო, ხო? ჭიდაობა გაუმართა და ხელი კრა და კი რაღა მუშტიკრები გაუმართა, ხო? ეს საკე ესე იგი სამართალდარღვევა და ამაზე რა ვიცი მე ქსილის გაწვნაზე ქალმარო კაც გაარტყა სილა იმას იჭერდა. ამ ხელაკაცმა უჯიკა იმ ქალბატონს და ხელი ჩაულურჯა იქ და ამაზე ესე იგი არაფერი, ხო? თავზე ხელი გადაუსვათ, ხო? მოკლედ რასაც თქვენ აკეთებთ ძაღლებს რო იჭერთ მიყავთ უკვე გასწრებულ ძაღლებს ბირკიან ძაღლებს რომელსაც უმეტესობას ახალი გაკეთებული აქვს სოფლის ვაქცინა აი ძაღლებს რო იჭერთ და გადაკავთ თქვენ ზუგდიდიდან ქუთაისში და იქ უკეთებთ სოფლის ასრასა მე ეს უკან აბრუნებთ ხო ეს არის ბიუჯეტის ფულის ფლანგვა ბატონო მინისტრო ეს თქვენ არ გესწავლებათ ჩემგან ამ ხელა გზაზე რო ატარებთ ამ ხელა რესურსს რო ხარჯავთ ბიუჯეტის ფულს, ანუ ჩვენი ხალხის ჩვენ ფულს რო ხარჯავთ, ვინ მოგცათ ამის უფლება? რა ადგილზე არ აკეთებდით თქვენ აქამდე აცრებს, სოფზე, გასწერებულ ძაღლებს. ხო უკეთებდით ადგილზე ცოფს, ხო დადიოდით და ძალიან კარგად მახსოვს. ჩემთანაც მოდიოდით თავშესაფარში და იქაც აკეთებდით. და ეხლა რატო შეცვალეთ? ეხლა რატო გადაგყავთ ამ ხელა გზაზე? რატო ხარჯავთ საწვავს, ადამიანურ რესურსს, იქ ვეტექიმი უნდა დაფდეს, მე ესე უკვე უნდა დააბრუნოთ ამ ხელა ფულს რო ხარჯავთ ეს რა ეს არ არის ფლანგვა ამის უფლება მოგცათ ვინმე ესე რო იქცევით მე უნდა გასალოთ რომ ამის გაკეთება არ შეიძლება ბიუჯეტის ფულის აი ესე ფლანგვა და განიავება რო დანაშაულია ეს არიცით ხო ეხლა გადავიდეთ გორზე რა გორთან დაკავშირებით რა გამოდიხართ აქ და იმის მაგერად რომ გამოიტანოთ სააშკარაოზე კამერები გორის თავშესაფარში, როგორც სახელმწიფო თავშესაფარში არის კამერები. მათ შორის არის კამერა, რომელიც უყურებს აი ამ ეგრეთ წოდებულ ღუმელს, კრემატორიუმს, სადაც ხდება დაწვა ლეშის. გამოიტანეთ ეს კამერები და გაასაჯაროვეთ, ხო და რა უნდა გაასაჯაროვოთ, ეხლა მე თქვენ გეტყვით რა, ჩემთან ესე იგი რომ შემოვიდა პირველი რო თენდებოდა სამის ნახევარზე რომ შემოვიდა ეს ინფორმაცია რომ მანქანები შევიდნენ რომ სურსათის მანქანები შევიდნენ რომ გორის თავშესაფარის ტერიტორიაზეო და ბოლი ამოვარდაო კვამლი ამოვარდაო და ძაღლებს წვავენო ხო პირველი რა გავაკეთე იცით ბატონო მინისტრო დაურეკე იურის რომელიც თქვენთან არის ძალიან დაახლოებული რა თამარ მოსიაშვილს და ვთხოვე რომ ბიჭო გაიგემეთი მანამდე წინა დღეებში მქონდა ამ ქალბატონთან ლაპარაკი და მითხრა რომ უგეშინიაო ბატონო თამაზო აქ ყველაფერი კარგად იქნებაო არ მოხდებაო ძაღლების ვარ დაძინებაო არ დაგარგაო რა ძაღლებსაც წავიყვანთო ისე უკან დააბრუნებენო ამის პირობა მომცესო მეო ველაპარაკე იქო მყავსო ესე იგი ხალხი მეგობრებიო და ესე მითხრესო ხო და პირველი რაც მოვიფიქრე დაურეკე თამას მოუთხარ თამო ესეთი ამბავია შენ რომ მითხარი აი ნახე რა ხდება კაცო ხო აგერ კრემატორიუმი ჩართი და ძაღლებს წვავენ იქ და გამირკვე მეთქი რა ხდება შენ შემოგივლე რა სანამ მიავტეხარ ერთ ამბავს გამირკვე კარგიო მადლობა გადარეკა გიუნაშვილთან და ელაპარაკა გიუნაშვილს თვითონ მითხრა რომ ელაპარაკა გიუნაშვილს და მე მიგზავნის ვოის და მეუბნება რომ ველაპარაკეო და მითხრაო რომ წინა დღის გარდაცვლილი ძაღლები რომლებიც მე მყავდაო თავშესაფარში ეს გარდაცვლილი ძაღლებიო მოგროვებული მყავდაო აქეთ ოთახშიო და აი იმის დაწვა დავიწყეო ღამე ესე იგი 12 საათზეო რა ხო და მე ვთქვი რას ქვია კაცო სურსათის მანქანები შევიდნენ და სურსათის მანქანები რო შევიდნენ მერე გაახსენდა რომ ლეშები ყავდა იქ მოგროველი და დაიწყო მეთქი ამ ლეშების დაწვა მეთქი ხო და კაი მაცადეო და მერე კიდე გადაურეკა და მე რეკავს კიო ნუ რო შემოვიდაო სურსათის მანქანებიო მერე რა კი ბატონო შემოვიდა სურსათის მანქანებიო მაგრამო ესო რა კავშირშია ამ ლეშების დაწვასთანო კაცო მე ამ ლეშებს ვსვავო რა გაიგეთ ბატონო მინისტრო ამის ჩანაწერი მე ყველაფერი მაქვს მე ჰაერზე კი არ ვიძახი ამას და პოლიციას აქამდე ველოდები და ვეხვეწები კაცო მოდით აგერა მაქვს ეს ყველაფერი აგერ არის ის ვიდეო ბოლირვა მოდიო და აგერა მაქვს ის სატელეფონო ჩანალის ხმოვანი ვოისები გამოგზავნილი ხო და ეხლა თქვენ რას იფიქრებდით ჩემ ადგილას ხო გიუნაშვილი ამბობს რომ მე 2 დღის ლეშები დაგროველი მქონდა აქო და ამ ლეშების დაწვა დავიწყეო
სურსათის მანქანები შევიდა თავშესაფარში, ეხლა ეს სურსათის მანქანები რა ხიგლის საჭმელად ხო არ შევიდნენ, ზაღლები შეიყვანეს, ხო, ბუნებრივია იქ და სურსათის მანქანები რო შევიდნენ, გიუნაშვილმა რო დაიწყო ამის შემდეგ, სადღაც 9 საათში, ესე იგი კრემატორიუმის გუგუნი, ხო? იქ ამ კრემატორიუმში 2 დღის ლეშებს წავდა, აი ამას ვეკითხები, ხო? მაჩვენეთ, კაცო, ხო? ხო უნდა იყოს ჩანაწერი, რომ მე აგერ ვეტერინარის ჩანაწერი, რომ აი მაგალითად გუშინ მოკვდა ძაღლი, რომელიც შემოყვანილი იყო მაგალითად სოფელ ძალისიდან, ამ ადამიანს საათზე გარდაიცვალა ეს ძაღლი, გარდაცვალების მიზეზი იყო ესა და ეს. და შემდეგ ესე იგი მეორე ძაღლი, მესამე და ეს დააგროვილი ლეში, ხო, რომელსაც ლაპარაკობ დააგროვე, თურმე რაც დანაშაული, როგორ შეიძლება ძაღლი მოკვდა გუშინ და ესე იგი ერთი დღის მერე წვავ, ხო, რამხელა დანაშაულის იხსნება ლეშია ეს, თან მაცივარი არ გაქვს, მაცივაში ვენა ოთახში გიყრია, თანამშრომლები ტრიალება, ლეში იხსნება, ეს ჯანმრთელობისთვის საშიშია, ხო, ჩემგან გესწავლებათ, ხო ეს. და ამაზე ესე იგი ერთი ამბავი ავტეხე დავრეკა პოლიციაში, პოლიცია არ მოდის მათ. და მაქვს უკვე გონივრული ეჭვი, ესე იგი ბიჭო, აქ რაღაცაში ესე რაღაცა ხდება ისეთი, რასაც მალავენ. და პირდაპირ ეჭვი გამიშთა ბიჭო, მეთქი ალბათ ძაღლებს დახოც ეს ძაღლები და შეყარეს ღუმელში და წვავენ. ხო, მაგრამ ეხლა უყურებ, ფიქრობ, კაცო, 9 საათი გავიდა, ღუმელი რაც სურსათი შევიდა. 9 საათის შემდეგ გაგუგონდა ის და 9 საათში ევთანაზიას როგორ მოასწრებენ ძაღლის, იმიტომ ძაღლის ევთანაზიას რო ჭირდება, რომ დააძინონ მოყვანილი ძაღლი, ხო, ბატონო მინისტრო, იცით ალბათ ეს, ხო? უნდა აპარსო იქ ბეწვი, უნდა მოუძებნო ესე იგი კათეტერი, ეს ვენა უნდა მოუძებნო, მე კათეტერი უნდა ჩააჭრო, მე ჯერ ერთი ინექცია უნდა გავუკეთო, რომელიც კუნთს მოადუნებს, მე მეორე და მე მესამე სასიკვდილო და ამას ჭირდება 30 წუთი, აგერ ველაპარაკე ვეტერინარებს, ჩემი ინფორმაცია თუ არ გაგმაყოფილეთ, შეეკითხეთ ვეტერინარებს, ხო? და გამიშთა გონივრული ეჭვი ბიჭო, რომ ეს ძაღლები კი არ გაუკეთეს ამას ევთანაზია. პირდაპირ ესე იგი ქსილაზინი გაუკეთეს ყველაზე კარგ ვარიანტში, ქსილაზინი გაუკეთეს აი ამ ხელა გზაზე ნამგზავრ ძაღლებს, საიდან მოიყვანეს, რა ვიცი მე, ხო? ალბათ ქსილაზინი გაუკეთეს მოსადუნებელი და ეგრევე შეყარეს ერთი მე მეორე გარკვეული დროის მერე ველაპარაკე სპეციალისტებს, მე ისე კი არ ვაკეთებ ამ დასკვნებს და აქედან გამომდინარე მე გამიშთა გონივრული ეჭვი მაქვს, რომ თქვენ იქ აი ამ კრემატორიუმში ცოცხალი ძაღლები შეყარეთ და დაწვით. და თუ ესე არ არის მეთქი, ხო, გამოვაქვეყნეთ ვიდეო, ხო, გაქვთ, რას ელოდებით უკვე 30 საათი გავიდა, რასაც მე გავყური და ვიძახი, რომ ვიდეო გამოვაქვეყნეთ, კაცო. თქვენ ხო გაქვთ კამერები, ხო, იყენეთ ამ კამერის ჩანაწერი გამოვაქვეყნეთ. ეს კამერა ხო უყურებს იმ კრემატორიუმს, ხო? ეხლა არ მითხრათ არაო, არა გვაქვს ჩანაწერებიო, ესე წაიშალაო, ხო? ამდენი ხანი გავიდა უკვე 30 საათი და ვითხოვ ამას და რატო არა გაქვთ ესე იგი, თუ მართლები ხართ. გამოვაქვეყნეთ და თქვით, ბატონო, რომ გუგუნებდა 6 საათი თუ 7 საათი ეს ღუმელი, ხო? ჩვენ ამ დროის განმავლობაში აი აქ განა სურსათის მოყვანილ ძაღლებს კი არ წვავდით, კაცო, ის შიგნით. აგერ ლეშები ყავდა, აგერ ჩანაწერი ჟურნალში გამოაქვეყნეთ ეს იმის მაგივრად, რომ თქვენ ეს გამოაქვეყნოთ, საჯაროდ გამოდიხართ ტელევიზიაში ამხელა კაცი. და იძახი, რომ ელის მარაშვილი პოლიტიკურად ანგაჟირებულიაო და აი, მიწვევთ, გინათ რომ ესე იგი მე გაგინოთ ახლა თქვენ ამის გამო თუ რა ვხნა ახლა და მე ესე იგი მოვგიდოთ ხელი და დამიჭიროთ და პროვოკაციაზე გინათ წავამაგო თუ აი რას ისახავს მიზნა თქვენი ეს გამოსვლა, ხო? ამდენ ლაპარაკს გამოაქვეყნეთ ეს ჩანაწერები, ამოიღეთ კამერიდან ჩანაწერები და დადეთ. აი ეს მინდა მეთქვა ბატონო მინისტრო რა. და პოლიციას მიმართავ კიდე ერთხელ, აგერა ვარ მე თამაზ ელიზბარაშვილი, აი ეს მასალები რაც ამაქვს, აგერა მაქვს მე და გაარკვიეთ რა ხდება იქ ორის თავშესაფარ, შედით ამოიღეთ ის კამერის ჩანაწერები და ჩემთანაც მოდით და მე დამკითხეთ ერთი, რომელი პოლიტიკური პარტიის დაკვეთას ვასრულებ, როგორც ბატონი მინისტრი იძახის რა. ეხლა ვცდილობ ესე იგი ენით ვიჭერ რა, ესე იგი ის კბილებით ვიჭერ ენას, რომ რაღაცა არ თქვა ისეთი, რომ მე რაღაცაზე არ წამომიკიდოთ რა. მოგეთ, მე ჩემი გითხარით, აგერა ვარ. მე მოვითხოვ კამერების გასაჯაროებას, გაასაჯაროეთ კამერები. რაც დრო გადის, ეს დრო, ხო, უკვე მიჩნევს საფუძვლიან ეს, რომ თქვენ მართლა დიდი დანაშაული გაქვთ ჩადენილი.
და აი ამ კამერების ან განადგურებას აპირებთ ან წაშლას აპირებთ. თუ არა და გამოაქვეყნეთ ეს კამერის ჩანაწერები და პარალელურად თქვენი ვეტერინარის ჩანაწერები 6 საათი რა ლეშს წვავდით, რას წვავდით იქ, რას. აბა ველოდებით თქვენგან პასუხს რა. ასე პოლიციისაგან ველოდები რომ იქნება დამკითხოთ ბოლო-ბოლო და დამიზახოთ ერთი რა.